რა აღარ ვნახე სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ ჩემს უკან არის ციხე, რომელიც ვულკანისგან არის აშენებული. ეს არის აბულის ციხე, მეგალითური ნაგებობა. ეს აბულის ციკლოპური ციხეა, რომელიც მცირე აბულის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 2700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ის ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაშია აშენებული. ბევრად ადრე, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი შუა საუკუნეების ციხეების უმეტესობა. ციხის ასაშენებლად უზარმაზარ ბაზალტის ქვებს იყენებდნენ, რომლებსაც ერთმანეთზე ყოველგვარი შემაკავებელი ხსნარის გარეშე აწყობდნენ. ზოგიერთ ადგილას კედლების სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრს, ხოლო სისქე 3 მეტრს აღწევს. მაგრამ ეს მხოლოდ ციხის კედლები არ არის. მის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 40 სათავსო და ნაგებობა. ზოგიერთ მათგანი კი 2 და 3 დონიანიც კი არის. ციხის გარშემო კი უზარმაზარი ქვების გროვებია, მორენები, რომლებსაც ძველი მოსახლეობა სავარაუდოდ ბუნებრივ თავშესაფრად იყენებდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ციხესთან ახლოს არის წყარო, რომელიც სავარაუდოდ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის წყლის ერთადერთი მთავარი წყარო იყო. დღეს აბულის ციხე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მეგალითურ ძეგლად ითვლება და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღემდე ზუსტად არ ვიცით, ვინ და რა ვითარებებში ააშენა ეს საოცარი ნაგებობა.